აქვს ეთერი დავიწყოთ. მე მინდა პირველ რიგში უპასუხო შევეხმიანო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომს და სამართლიანი არაჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები რაც ხვალ ჩატარდება და ამავე დროს დაგვემუქრა რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ეს არის ტყვილი, ორივე მხრივ ეს ტყვილი არის. არანაირი სამართლიანი, თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ. ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვა საზოგადოების, რომელიც გამოდის ქუჩაში, გამოდის, მშვიდობიანად გამოდის, უკვე 300 დღეზე მეტი არის და რეალურად უკვე ფაქტობრივად 1 წელი, რამე თუ ეს დაიწყო შარშან არჩევნების მერეც პირველი გამოსვლები და ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ იმ გაყალბებულ არჩევნებს და ეს ხალხი ვინც გამოდის იმისთვის, რომ მიიღოს უკან თავისი ხმა, დაიბრუნოს და დაიბრუნოს არჩევნები, ის ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით, რაც ხვალ ჩატარდება. არც თავისუფალი, არც არანაირი გამოგლეჯვის შანსი არ არსებობს, არც რამის გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამისი მაგალითი რუსეთშიც. მეორე და შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტყვილი იყოს ის, რასაც წინასწარ მეტყველებს კობახიძე, რომ რაღაცა მცდელობა იქნება დამხობის, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც არის ფარსი და ესეც არის შეურაცხყოფა იმ საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა სწორედ ამ დღეების მანძილზე, ამ 1 წლის მანძილზე თავისი მედეგობა, თავისი გამძლეობა და თავისი უაღრესი მშვიდობიანი გამოსვლა. არც ერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა, არ ყოფილა არანაირი მცდელობა და 200,000 კაცი ხო გამოდიოდა დასაწყისში მაინც და ხვალაც შეიძლება ძალიან ბევრი გამოვიდეს და აჩვენა მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება უაღრესად მშვიდობიანად გამოხატვა შენი წინააღმდეგობის და ეს არის ძალიან დიდი მაგალითი და ჩვენ ამითი ვართ ჩვენ პარტნიორებთან ცნობილი და ამითი არის რომ ჩვენ დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა და ამ რეჟიმის იზოლირება. ასე რომ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ვითომც და რაღაც მოდელირებულ დამხობით დაამთავრო. ეს არის მცდელობა იმის მერე რაც რეჟიმმა დისკრედიტაცია მოახდინა რამოდენიმე პარტიის ამარჩევნებით, მცდელობა რომ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაციაც მოახდინოს ამ რაღაცა რადიკალიზაციის დიდ გაერთიანებაში ვითომს და რაც მთავარი არის, რომ ამითი ჩააქროს ის დიდი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ძალა და ეს არის ის ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმი. ვერაფრით. ზოგჯერ ბევრი ხალხი არის, ხან მეტი, ხან ნაკლები, მაგრამ ვერ მოერია, იმიტომ რომ ვერ გამოიყვანა წყობიდან სწორედ და დადის, დგას და იდგება სანამ ჩვენ არ მივიღებთ დაკმაყოფილებას იმ მთავარ მოთხოვნების, რომელიც რჩება საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანი შეცვლა ამ რეჟიმის, რომელმაც აგვართვა ევროპული მომავალი. არანაირი მესამე რესპუბლიკა, ერთი მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 91-ში და აღვადგინეთ ამდენად იმ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე, ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნაც კარგი რამე არის. ასე რომ ეს ყველაფერიც არის ფარსი. ჩვენ არ უნდა აგვიყვანონ და გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში, ყველანი იყოთ ძალიან მშვიდად, მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემ ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები სანამ საჭირო იქნება
და ბოლომდე. თქვენ უსმენთ სალომე ზურაბიშვილს, მან უპასუხა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ოცნების პრემიერის სიცრუეში ამხილა.